მოგესალმებით ახალგაზრდა მოაზროვნეებო, წარმოგიდგენთ თამაშს სკაბადონი, რომლის ინიციატორები არიან გორის ფოტოგრაფთა კლუბი და პროექტი დაფინანსებული არის სკოლის საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამა SCOPE-ის მხარდაჭერით. SCOPE-ის პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით. პირველი ტური, სადაც 40 სკოლა მონაწილეობდა, წარმატებით გადალახა 16-მა გუნდმა, რომლებიც შეეცდებიან ფინალში გადასვლას. თამაშის წესები ძალზედ მარტივია, ჩვენ ვსვავთ კითხვას, რომლის მოსაფიქრებლად თქვენ გაქვთ 1 წუთი. 1 წუთის გასვლის შემდეგ თქვენ უნდა დაწეროთ ფურცელზე სასურველია სწორი პასუხი. დღევანდელი თამაში მონაწილეობას იღებს 2 გუნდი. გორის ნომერ 1 საჯარო სკოლის გუნდი 505 და ყელქცეულის საჯარო სკოლის გუნდი კალისტო. ახლა კი წარმოგიდგენთ გუნდებს. გთხოვთ მივესალმოთ მე-2 სკოლის საჯარო სკოლის გუნდს 505 და პირველი წევრი ნინო კაპანაძე, სოფიო ცერცვაძე, ნუცა ლაზარაძე, თათია რაზმაძე და გუნდის კაპიტანი ნიკოლოზ მირუაშვილი. ყელქცეულის საჯარო სკოლის გუნდი კალისტო, მივესალმოთ თაკო გამგებელი, მედეა ხითარიშვილი, ქეთევან წაველიძე, თეიმურას წაველიძე და გუნდის კაპიტანი გიორგი გამგებელი. მოგესალმებით გუნდებო, როგორ ხართ? ძალიან კარგი. მიხარია რომ თქვენთან ერთად ვარ და ვთამაშობ თამაშს სკაბადონი. თქვენთან ერთად მეც ნერვიულობ და ეს ნერვიულობა მე მგონი ნორმალური მდგომარეობაა. თქვენ რა სიტყვით? თქვენც ხომ არ ნერვიულობთ? არა, ძალიან კარგი. წესები თამაშის დასაწყისში აგიხსენით და კიდევ შეგახსენებთ, ძალიან მარტივია. ვსვავთ შეკითხვას, რომლის მოსაფიქრებლად თქვენ გაქვთ 1 წუთი. 1 წუთის გასვლის შემდეგ თქვენ უნდა დაწეროთ სწორი პასუხი, სასურველია სწორი პასუხი ფურცელზე და სწორი პასუხის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 1 ქულას. სულ დასმული იქნება 11 შეკითხვა. სწორი პასუხების დამტვერვის შემთხვევაში თამაში გაგრძელდება მანამ, სანამ რომელიმე გუნდი არ მოიპოვებს უპირატესობას. დავიწყოთ? გავამხნევოთ ერთმანეთი და მივულოცოთ დღევანდელი თამაშის მონაწილეები. პირველი შეკითხვა. ფრანგი ფილოსოფოსი ბარონი მონტესკიე ცნობილია როგორც ხელისუფლების დანაწილების თეორიის ავტორი. ფრანგი ფილოსოფოსი ბარონი მონტესკიე ცნობილია როგორც ხელისუფლების დანაწილების თეორიის ავტორი, რომელსაც განიხილავს თავის მრავალ ნაშრომში. კანონთან საზრისი. დაასახელეთ მონტესკიეს მიერ დასახელებული ხელისუფლების 3 შტო. წავიდა დრო.
დრო ამოიწურა. ყურადღებით ვაცხადებ სწორ პასუხს და სანამ სწორ პასუხს გამოვაცხადებ, თქვენ უნდა დაგესახელებინათ მონტესკიეს მიერ დასახელებული ხელისუფლების სამი შტო და პასუხი არის პირველი საკანონმდებლო ხელისუფლება, მეორე აღმასრულებელი ხელისუფლება და მესამე სასამართლო ხელისუფლება. თქვენი პასუხები რომ წამიკითხოთ, რა უპასუხეთ? დავიწყოთ 5-5-ით. ჩვენი პასუხი იყო აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო. მადლობა, კალისტო. ჩვენი პასუხი იყო აღმასრულებელი, სასამართლო და საკანონმდებლო. მიღებულია. ყურადღებით მეორე შეკითხვა. ძვირფასო უისტონ. შემოდით გეთახვა ჩემთან. თქვენ მე მჭირდებით. ვინ წარმოთქვა ეს ლეგენდარული სიტყვები 1876 წლის 10 მარტს? წავიდა დრო. რვა წამი დარჩა. დრო ამოიწურა. მოდი მოусმინოთ კალისტოს. რა დაწერა მან? ჩვენი ვერსია არის ჩემბერლენი. როგორ? ჩემბერლენი. მადლობა, მიღებულია. 5-5. ჩვენი ვერსია არის შერლოკ ჰოლმსი. შერლოკ ჰოლმსი. უისტონი რახან არის? კითხვაში ფიგურირებს, ხო? კარგით, მიღებულია. სწორი პასუხი კი სხვანაირად გამოიყურება სამწუხაროდ. სწორი პასუხი არის ბელი, რომელმაც ეს იყო პირველი სიტყვები, რომელიც წარმოთქმა ადამიანმა ტელეფონში. და ვიცით, რომ ტელეფონის გამომგონებელი იყო ბელი. ანგარიში უცვლელი თვლება პირველი შეკითხვა ორივეს ჩაკითვალათ და ანგარიში არის 1-1. 505 და კალისტოს გუნდებს შორის. მესამე შეკითხვა. ყურადღებით. ქართულ ფოლკლორში შემორჩენილია ამ ისტორიული ფაქტის გმირები: ზეზვა, გაფრინდაული, ნადირა ხოშარაული, გოგოლაური. ამ მოვლენის შესახებ პოემა 1892 წელს დაიწერა. დაასახელეთ ისტორიული ფაქტი ორ ერთსა და იმავე ასოზე დაწყებული სიტყვით. წავიდა დრო.
დრო ამოიწურა, უსმენთ კალისტოს. ბახტრიონის ბრძოლა შეიძლება იყოს. მიღებულია 505. ჩვენ სამწუხაროდ არ ვაქვს ვერსია. სარევენ დავტოვოთ. სამწუხაროა და ვაცხადებ სწორ პასუხს და ეს სწორი პასუხი არის, რა თქმა უნდა, ბახტრიონის ბრძოლა. 2-1 კალისტო იგებს. შვეიცარიელმა ჟან-ჟაკ ბაბელმა გამოთვალა, რომ 3500 წლიდან კაცობრიობამ მხოლოდ 292 წელი გაატარა X-ის გარეშე. დაასახელეთ X-ი ერთი სიტყვით. წავიდა დრო. დრო ამოიწურა 3500 წლიდან კაცობრიობამ მხოლოდ 292 წელი გაატარა X-ის გარეშე, თქვენ უნდა დაგესახელებინათ ეს X-ი. უსმენთ 505-ს. ჩვენი კარგი პასუხი აქვს, მაგრამ ჩვენი პასუხი ბოლოს და ბოლოს არის მონოთეისტური რელიგია. მიღებულია კალისტოს უსმენთ. ბრძოლის გარეშე მხოლოდ 292 წელი არსებობს კაცობრიობის ისტორიაში. მიღებულია ყურადღებით სწორი პასუხი, დაასახელეთ X-ი ერთი სიტყვით და ეს ერთი სიტყვა იყო ომი. ანუ ბრძოლა, მე მგონი მიღებული. 1-3 კალისტო იგებს და 505 ცოტა უნდა მობილიზდეთ. მეხუთე შეკითხვა. ეს ორგანიზაცია დღევანდელი სახით 1991 წლიდან არსებობს. მისი სტატუსი განსაზღვრულია ქვეყნის კონსტიტუციით. საქმიანობის უმთავრესი მიზანი კი ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. აგრეთვე ზრუნავს ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიან განვითარებაზე. ყურადღებით შეკითხვა. დაასახელეთ ეს ორგანიზაცია. წავიდა დრო. დრო ამოიწურა და უსმენთ კალისტოს. ჩვენი პასუხია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია. უსმენთ 505-ს. ჩვენი პასუხი არის ეროვნული ბანკი. მიღებულია ყურადღება სწორი პასუხი და სწორი პასუხი არის საქართველოს ეროვნული ბანკი. გილოცავთ 505 და ანგარიშის შესაბამისად შეიცვალა 2-3 კალისტოს სასარგებლოდ. მეექვსე შეკითხვა. აბა ცოტა რთულად წასაკითხია. ყურადღებით.
ვის ნაჭარმაგევს მეფენი 12-ნი პურად დამესხნეს, თურქნის პარსნი და არაბნი საზღვართა გარე გამეხსნეს, თევზი ამირთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს, აწე ამათსა მოქმედსა გულზედან ხელნი დამესხნეს. არსენ იყალთოელის ეს ლექსი მეფის საფლავის ქვაზე იყო ამოტვიფრული, რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია და ხალხურმა შემოქმედებამ შემოგვინახა. ყურადღება კითხვა, რომელი მეფის ეპიტაფიას წარმოადგენდა ზემოთ აღნიშნული ლექსი. წავიდა დრო. ეპიტაფია იცით? დრო ამოიწურა და უსმენთ 505-ს. ში გვიან პასუხისთვის, მაგრამ ჩვენი პასუხი არის თამარ მეფე. მიღებულია კალისტო. დავით აღმაშენებლის საფლავის ეპიტაფია. დავით აღმაშენებელი. და სწორი პასუხიც არის დავით აღმაშენებელი, გილოცავთ კალისტო. თამარ მეფის საფლავი სამწუხაროდ არ არსებობს. ყურადღებით, ეს ზოგად ქრისტიანული სიმბოლო, როგორც ჰერალდიკური ნიშანი პირველად 1099 წელს ჯვაროსან ჟოფრუა დე ბიულინის გერბზე დაფიქსირდა. ვინაიდან ამ პიროვნებამ მაცხურის საფლავის მცველის ტიტული მიიღო, ამ პერიოდიდან ეს ნიშანი მაცხურის საფლავს და ამავე დროს ქრისტიანობის ცენტრს იერუსალიმს განასახიერებს. საქართველოს ტერიტორიის აღნიშნელად ეს სიმბოლური ნიშანი დაფიქსირებულია ანჯელინო დულჩელის საზღვაო რუკაზე 1339 წელს და სიდერის საზღვაო რუკაზე. ყურადღება, შეკითხვა. რა სიმბოლურ ნიშანზეა საუბარი? წავიდა დრო. დრო ამოიწურა და უსმენთ კალისტოს. ჩვენი პასუხი არის 5 ჯვარი, როგორც საქართველოს ვებშაზეა გამოსახული. მიღებულია 505. ჩვენი პასუხი ასევე არის ჯვარი. მხოლოდ ჯვარი? წმინდა გიორგის ჯვარი თუ უფრო სპეციფიკური იქნებით. მიღებულია. სწორი პასუხი არის საქართველოს დროშაზე მოცემული გამოსახულება, თეთრ ფონზე სწორკუთხა ჯვარი და კუთხეებში 4 მცირე ჯვრით. ოსკარის მფლობელის ყველაზე მოკლე საპასუხო სიტყვა პირველად წარმოსთქვა ალფრედ ჰიჩკოკმა 1967 წელს.
გაიმეორეთ თქვენს პასუხში ის ერთი სიტყვა, რომელიც ალფრედ ჰიჩკოკმა თქვა ჯილდოს მიღებისას. წავიდა დრო. ამოიწურა დრო, დავწეროთ ეს სიტყვა, ხო დავწერეთ. და 505-ს უსმენთ. ჩვენი ვერსია არის HI, როგორც მისალმება ინგლისურად. მადლობა. კალისტო. ჩვენი ვერსია არის always. ანუ ყოველთვის. მიღებულია ჰიჩკოკმა დაჯილდოების მიღებისას კი ერთადერთი სიტყვა თქვა, რომელიც იყო მადლობა. ანუ გმადლობთ. მეცხრე შეკითხვა. საფრანგეთში 1789 წელს მიღებულ იქნა ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია. საფრანგეთის რევოლუციის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ინდივიდუალურ უფლებებს. რომელი ქვეყნის დამოუკიდებლობის დეკლარაცია დაედო საფუძვლად ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციას. წავიდა დრო. დრო ამოიწურა და მე მგონი ამ შეკითხვას ორივე გუნდი აიღებს და კალისტოს უსმენთ. ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია. მიღებულია 505. ჩვენი ვერსიაც იგივე არის ამერიკის შეერთებული შტატები და მისი დამოუკიდებლობის დეკლარაცია. სავარაუდოდ არიღები ხო არ გახსოვთ რომელიმეს? 87 წლის რაღაც ზედა რიცხვი. მიღებულია რომელი ქვეყნის დამოუკიდებლობის დეკლარაცია დაედო საფუძვლად ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციას და სწორი პასუხი იყო ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელიც 1776 წლის 4 ივლისს მიიღეს. სოფლიო ლიტერატურის ეს ძეგლი პირველია და უძველესი. თუმცა მისი არსებობა მე-19 საუკუნემდე არ ვიცოდით. ის ინგლისელმა არქეოლოგმა ლეიარდმა აღმოაჩინა. საინტერესო ის არის, რომ დიდი წარღვნის შესახებ ამბები აქ ბევრად ადრეა მოთხრობილი ვიდრე ბიბლიაში. რომელ ლიტერატურულ ძეგლზეა საუბარი? წავიდა დრო.
დრო ამოიწურა და უსმენთ 505-ს. შესაძლებელია კითხვა დასაცანა პასუხს გავცემთ? გავიმეორო? არა. უბრალოდ, ანუ თვითონ ლიტერალური ძეგლის სახელი ინგლისურად მოგვაფიქრდა, თუ შესაძლებელია ინგლისურად გავცეთ პასუხი. კი, შესაძლებელია. კარგით, მაშინ ჩვენი პასუხი არის Old Testament. მიღებულია კალისტოს უსმენთ. ილიადა და ოდისეა შეიძლება იყოს. ილიადა და ოდისეა. მიღებულია ილიადა და ოდისეა არის მე-6 საუკუნის? წარმოდგენა აქვს. მე-7 საუკუნე ჩვენ წელთაღრიცხვამდე. საუბარი იყო გილგამეშის ეპოსი, ეს იყო სწორი პასუხი. გავარკვევთ. როგორ? ერთ-ერთი შეკითხვა. მარგალიტის სიცოცხლის ხანგრძლივობა 250-300 წელია. ამის შემდეგ ის ელფერს კარგავს. ნაუჭდება და მტრად იქცევა. თუმცა იტალიის ერთ-ერთ ქალაქში ინახება მარგალიტის საყურე, რომლის ასაკი თითქმის 2000 წელია. ყურადღება შეკითხვა. რა არის მისი ხანგრძლივი სიცოცხლის მიზეზი? წავიდა დრო. დრო ამოიწურა და უსმენთ კალისტოს. შეიძლება მისი ხანგრძლივობის მიზეზი იყოს ის, რომ ისევ მოლუსკშია და ეტაპობრივად ცვლიან მოლუსკებს. საინტერესოა და მიღებულია 505-ს. მოკლედ, ჩვენი ვერსია არის ის, რომ მარგალიტი არის შემონახული ნახატზე და ამ ნახატის სახელია გოგონა მარგალიტის საყურით. კარგი ვერსია, ესეც მიღებულია. თუმცა სწორი პასუხი არის, რომ ეს საყურე, რომელზეც არის ლაპარაკი, პომპეის გათხრების დროს აღმოაჩინეს და ამ წლების განმავლობაში მას ჰაერი არ მიჰკარებია და ზუსტად ამიტომ შემოინახა ამდენი ხანი ეს საყურე დრომა. 11 შეკითხვა დავსვით და გამოვაცხადებ სწორი პასუხების რაოდენობას. მერვე საჯარო სკოლის გუნდს 505-ს აქვს 4 სწორი პასუხი, ხოლო ყელქცეული საჯარო სკოლის გუნდს კალისტოს აქვს 6 სწორი პასუხი. შესაბამისად, შემდეგ ეტაპზე გადავიდა ყელქცეული საჯარო სკოლა კალისტო. ულოცავთ ამ წარმატებას. პირველი თამაშის კვალობაზე კარგი თამაში გამოვიდა, მადლობა საინტერესო პასუხებისთვის. იმედია ჩვენი შეკითხვებიც მოგეწონათ. კარგად ბრძანდებოდეთ, მადლობა.